სამშვიდობისა ტელეკომპანიამზე სპორტის მოყვარულთ გიწევთ ტელეეკრანებთან ჩვენ ვიწყებთ ახალ სპორტულ პროექტს და დღეიდან მოყოლებული ყოველ 4-შაბათს და 5-შაბათს 22 საათიდან ტელეკომპანიამზე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად შემოგთავაზებთ გადაცემას იცხოვრე სპორტი, სადაც ჩვენ ძალიან მასშტაბურად შევეცდებით გავაშკოთ ყველა მიმდინარე მოვლენა ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივია. დედაქალაქში შევეცდებით გავაშუქოთ ყველა პრესკონფერენცია და მაქსიმალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია სპორტის მოყვარულთ გამომდინარე იქიდან რომ დამეთანხმებით ალბათ რომ სპორტისთვის დრო ძალიან შეზღუდულია სატელევიზიო ეთერში, რაც მე ვფიქრობ რომ ცოტა მიუღებელი უნდა იყოს მით უმეტეს ჩემთვისაც ბუნებრივია და მით უმეტეს იმ აუდიტორიისთვის რომელიც მე მყავს სტუდიაში დღეს მოწვეული ჩემთან სტუდიაში სტუმრად იმყოფებიან სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე რატი ბრეგაძე. ლევან, პირველ ყოვლისა მინდა მოგილოცო პირადად ჩვენ არ გქონია ამის შესაძლებლობა, პირველი ეთერია ჩემთან ამ თანამდებობაზე გილოცავ და პირდაპირ გადავიდეთ საქმეში ჩვენ მხოლოდ 1 საათი გვაქვს და შესაბამისად მე შევეცდები მაქსიმალური ინფორმაცია მივიღო თქვენგან. პირველ რაც მაინტერესებს, რა ცვლილებები განხორციელდა თქვენი მისვლის შემდეგ, შეგვიძლია ვისაუბროთ საკადროზე და მთლიანობაში რა დაგხვდათ და რა სიტუაციაა დღეს. პირველ რიგში დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა თქვენ ეთერში ყოფნა, ამიტომ დიდი მადლობა მზეს მთლიანობაში. დიდი მადლობა შენ პირადად ლაშა, რომ საინტერესო პროექტით წარდექი და გითხარი რომ და საშუალება მოგვეცი რომ მაქსიმალურად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იყოს გამჭვირვალე და ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია თუ რა ხდება ამ სამინისტროში და მომავალში იმ სპორტის სახეობებში იქნება ახალგაზრდულ პროექტებში თუ სხვადასხვა აქტივობები, რაც არის დაგეგმილი ჩვენი სამინისტროს ეგიდით, ეს ყველაფერი მაქსიმალურად გაშუქდება. ეს ძალიან საინტერესო იდეა იყო თქვენი მხრიდან, რასაც ეს იყო წინახელმგანელობის დროს დაწყებული საქმე და მე ვფიქრობ ეს არ არის ცუდი საქმე და ჩვენ ხარი აუგით ამ საქმეს და ყველანაირად შევეცდებით მომავალში ხელი შევუწყოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, მოსახლეობისთვის იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს ნათელი, ღია და აბსოლუტურად დაფარული არ იყოს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი გავაშკოთ მაღალ დონეზე. დიდი მადლობა, დიდი თქვენ. რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რომელიც ჩვენ განვახორციელოთ, რა თქმა უნდა, ეს ყველა სამინისტროს ეხება ხოლმე, როცა ახალი არჩევნებია და არჩევნების შემდგომ ახალი მთავრობა მოდის ხოლმე, რა თქმა უნდა, თან ახლავს ეს ყველაფერი სამინისტროს ცხოვრებასაც ჩვენ რა თქმა უნდა მივიღეთ ეს გამოწვევა განვახორციელეთ საკადრო ცვლილებებით იმის ფონზე რომ რამოდენიმე ადამიანმა თავის სურვილი დატოვეს ეს სამინისტრო და შესაბამისად ჩვენ საშუალება მოგვეცა თანამშრომლობა დაგვიყვანა კვალიფიციური ადამიანები. თქვენ ნახევარი არ გახლავთ ის დრო, რომელიც საკმარისია ყველაფრისთვის. ჩვენ პროცესში ვართ და თითოეული კვირა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმ მხრივ რომ განვახორციელოთ სტრუქტურული რეფორმა, განვახორციელოთ თვითონ სამინისტროს პრიორიტეტების დასახვა და მე მინდა ვთქვა, რომ მეტად საინტერესო საქმიანობაა და ამაში ჩვენი ერთიანი გუნდი, რომელიც წარმოდგენილია სამინისტროში, ერთიანი ძალისხმევით მუშაობთ. ჩვენ გვყავს სამინისტროში მინისტრის გარდა 4 მოადგილე, რომელსაც აქვთ თავთავიანთი კურატორობის სფეროები. მე დავასახელებ ჩემ მინისტრებს, ეს გახლავთ ყველასთვის კარგად ცნობილი ჩემ პირველი მოადგილე ბატონი ზურაბ აზმაიფარაშვილი, რომლის წარდგენა ალბათ ზედმეტი იქნება, მისი საქმიანობიდან გამომდინარე მთელი ცხოვრება ჭადრაკს ემსახურება და სპორტში არის ჩაბმული. აგრეთვე სპორტში არის დიდი ხანია ჩაბმული ბატონი თამაზ თევზაძე, რომელიც ასევე მოადგილეა და იგი კურირებს სპორტის მიმართულებას მთლიანობაში. ჩემ გვერდზე ზის ახალგაზრდა კაცი რატი ბრეგაძე, რომელიც უშუალოდ კურირებს ახალგაზრდულ მიმართულობას და თვითონ გახლავთ იურისტი და ასევე იურიდიულ სამსახურს დეპარტამენტს. ასევე ჩვენ ჯერჯერობით მეოთხე
მოადგილე არ არის გამოცხადებულია, მაგრამ მიდის მისი საბუთების აღდგენა იმ ხრივ, რომ გიარაფავა ახლავთ ინგლისის მოქალაქე და მისი ჩაბმა საზოგადოებისთვის ალბათ ზედმეტია მისი წარდგენა, ჩვენი სათაყვანებელი რეგბისტი, რომელმაც არაერთი სასიხარულო დღე გვაჩუქა ჩვენ როგორც სპორტის მოყვარულებს და ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ჩაერთო მიატოვა ინგლისი და ჩამოფრინდა, ოპერაციაც არ გაიკეთა იმისთვის, რომ გვერდზე დაგვდგომოდა სწორედ აი ესეთ გარდამტეხ პერიოდში და რისთვისაც მე ძალიან მადლობელი ვარ და მადლიერი ამ ადამიანის. ეს არის გუნდი, რომელიც ხელმძღვანელობს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე ჩვენ გვაქვს დეპარტამენტები, სამმართველოები, ჩვენ არ გავაკეთეთ ასე ვთქვათ და არ შეუდექით კარდინალურ ცვლილებებს, ეს რა თქმა უნდა მიუღებელიც იქნებოდა და ჩვენ არ გვინდა რომ რაღაცნაირად ვთქვათ ის ადამიანები დავძაბოთ ძალიანაც და იქ ძალიან ბევრი ისეთი კადრიც არის რომ თავის ქვეყნის და თავის საქმიანობით თავის ქვეყანას და თავის სპორტს და ახალგაზრდობას ემსახურებიან და ამ თვენახევრის განმავლობაში ჩვენ გქონდა საშუალება გავცნობოდით ვისაც არ ვიცნობდით და ვახსენებდი იმასაც რომ სპორტული საზოგადოება და ახალგაზრდობაც საქართველოში არ არის ის სფეროები, სადაც ერთმანეთს არ იცნობენ ადამიანები. ამიტომ ჩვენ ყველა კარგად ვიცით, ვინ როგორ ცხოვრობს, ვინ ითის უნდავს და ყველას უნარი და ნიჭი იქნება გამოყენებული ჩვენი სფეროს აღმავლობისთვის და წინ წაწევისათვის. და მინდა ბანემ აქვე დავასრულო და ამოწურულოთ ეს თემა. შეგვიძლია უკვე თქვა თამამად თქვათ ის, რომ ძირითადი ბირთვი სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტროსი, ძირითადი გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, რომელმაც უნდა იზრუნოს შემდგომში სპორტის განვითარებაზე ჩვენს ქვეყანაში. დიახ, რა თქმა უნდა, ძირითადი ბირთვი უკვე დაკომპლექტებულია, ჩვენ გვაქვს და ალბათ რატიც მომხმარება შემდგომში უკვე აი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ, რაც დაგეგმილია სამინისტროში. ეს განსახორციელებელია და უახლოეს დღეებში და კვირაში ალბათ ეს საკითხიც მოგვარდება. რაც შეეხება იმ გეგმებს მომავლის, რაც უკვე 2013 წლის ალბათ ეს ამაზე შემდეგ კი რა თქმა უნდა მივყვეთ ნელ-ნელა უბრალოდ რამდენიმე კითხვა მექნება პირველ წუთებში თქვენთან. როგორც ჩვენ ამბობდით დამბობ. ხო, ანუ ბიუჯეტთან დაკავშირებით მაინტერესებს რამდენად მე ვიცი იყო გარკვეული ცვლილებები ბიუჯეტთან დაკავშირებით და შეიძლება თუ არა რომ ამან რაღაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. ჯერ საერთოდ მოხდა თუ არა ეს ცვლილებები? ცვლილებები რა თქმა უნდა მოხდა ჩვენ საერთოდ მდგომარეობაში მოვხდით ფაქტიურად სამინისტროში ფაქტიურად ბიუჯეტი შედგენილი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში ჩვენ კორექტირებას თუ მოვასწრებდით ამ ბიუჯეტის რა თქმა უნდა კორექტირება მოვახერხეთ და მე მინდა ის თქვა რომ ის პროექტები და ის სპორტული აქტივობა და ვთქვათ ახალი პროექტები რომელიც დაგეგმილია ახალგაზრდული მიმართულებითაც აუცილებლად განხორციელდება და რაიმე საფრთხე განხორციელებას არ ემუქრება უბრალოდ მე მინდა უთხრა ჩვენ მეგობრებს იგივე ფედერაციებში რომ ჩვენ სხვა მიდგომა გვაქვს და სხვა ხედვა საერთოდ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მართვის კუთხით ჩვენი სამინისტრო დღესდღეობით წარმოდგენილი იყო როგორც სპონსორი, ესეთი მიდგომა უნდა შეიცვალოს. ჩვენ პროგრამულ დაფინანსებაზე უნდა გადავიდეთ და მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ გრძელვადიან პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სფეროების სწორ გზაზე დაყენებას. ამიტომ ჩვენ ვიტყოდით ესე რა 2013 წელი შეიძლება ჩაითვალოს გარდამავალ ეტაპად. იმისთვის რომ უკვე ჩვენ ზუსტად და ზედმიწევნით დავგეგმოთ 2014 წელი. კარგით, კიდევ ერთი კითხვა პრიორიტეტებთან დაკავშირებით, თქვათ ბიუჯეტი იგივე როგორ იქნება განსაზღვრული და გაქვთ თუ არა უკვე დასახული, ხა შეიძლება მე არ მინდა არ დავასახელებ, იმიტომ რომ არ ეწყინოთ მაინც ყველას თავის ფედერაცია გვინია რომ საუკეთესოა, მაგრამ აქ არის მომენტი, სადაც მე ვთვლი, რომ ან ქვეყნისთვის და ქვეყანაში სპორტის განვითარებისთვის უფრო მნიშვნელოვანია იყოს რაღაც გარკვეული პრიორიტეტი დასახული სპორტის სახეობების მიხედვით. რა თქმა უნდა, პრიორიტეტები უნდა არსებობდეს და ეს პრიორიტეტები გახლავთ გამოკვეთილი. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს იმ სპორტის სახეობებს, რომლებიც ტრადიციულია საქართველოში და ვითარდება. მე ყოველთვის მიხარია ხოლმე რომ რეგბის კუთხით
ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს ჩვენ და ფაქტიურად რაგბი გახდა ჩვენი სპორტის ფლაგმანი ქვეყანაში და ისიც მინდა საზოგადოებას ვაუწყო რომ სულ რამოდენიმე დღეა ბატონი გიანი ჟარზე რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი აირჩიეს ევროპის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტად ეს არის დიდი დაფასება ჩვენი რაგბის ჩვენი სპორტის და ეს ხედვა და ამ სპორტის სახეობის განვითარება ჩვენი პრიორიტეტი იქნება რა თქმა უნდა რაღაცა შეიძლება შემედაოს და ფეხბურთელი კაცი რატო ლაპარაკობს რაგბზე მაგრამ რა თქმა უნდა ფეხბურთი არ შეიძლება იმის და მიუხედავად რომ ვთქვათ პოზიციებს ფლობს იყოს თამაშგარეთ ამიტომ ფეხბურთი რა თქმა უნდა პრიორიტეტია აგრეთვე კალათბურთი აგრეთვე e-სპორტის სახეობები ეს დაახლოებით 15 სახეობა რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება და მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება ამ სპორტის სახეობებს იმისთვის რომ ძელვადია პირობებში ჩვენ ჩამოვაყალიბდეთ და განვავრცოთ ჩვენი ხედვა და ფედერაციებმა სწორედ მოახერხონ ჩვენთან ურთიერთობა რომ ჩვენ არ ვიყოთ რაღაც ზემდგომი კი ვართ თქვათ ფედერაციებთან შედარებით მაგრამ აუცილებლად ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული თანამშრომლობაში და ჩვენ უნდა ვიყოთ ხელისშემწყობი ყველა იმ სპორტის თუ ახალგაზრდული პროექტის განვითარებაში რომელსაც ეს თუ ის ფედერაცია თუ ასოციაცია შემოგთავაზებს მაგრამ აუცილებელია კიდევ ერთხელ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ სამართლებრივად იმიტომ მე მაყურებელს იმასაც მოვახსენებ რომ ძალიან რთული მდგომარეობა სამართლებრივად თითოეულ ფედერაციაში ეს ეხება აღმასკომების შემადგენლობებს ეს ეხება ყრილობის დელეგატების შერჩევას რამდენი ხანი დაგჭირდებათ ამის დასალაგებლად რა თქმა უნდა ეს პროცესი დაიწყო იგივე არჩევნების ჩატარება რიგარეში არჩევნების ჩატარება აქეთკენ არის მიმართული რომ ეს პირველ რიგში ოლიმპიურ თამაშებს ეხება და ოლიმპიური ციკლი ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები მოგეხსენებათ 20 დეკემბერს არის დანიშნული და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სპორტული მართვის კუთხით ადვილი იქნებოდა ასე ვთქვათ ჩამოყალიბებულიყო ოლიმპიური სახეობების ერთ ციკლში მოხვედრა ამან გამოიწვია თავისთავად რაღაც მithქმა-მოთქმა მაგრამ მე ყოველთვის ამის მომხრე არა ვარ მithქმა-მოთქმა ჩვენ გვაინტერესებს საქმე ამიტომ ყველა ფედერაციასთან ვიქნებით კონსტრუქციულები და არანაირი რევანშისტული თქვათ მიდგომა ჩვენ არ გვაღელავებს და არ გვაინტერესებს ამიტომ ჩვენ ყველანაირად შევუწყოთ სპორტის და ახალგაზრდობის კუთხით თემების განვითარებას. კარგი, ძალიან კარგი. ნუ ყოველ შემთხვევაში ყველა ელის ბუნებრივია ხა ჩვენ მაინც ასე თუ ისე უნდა ითქვას რომ სპორტული ქვეყანა ვარ და ცხადია ველით ყველა სახეობაში ინდივიდუალურ სახეობებშიც რაღაც გარკვეულ წარმატებებს და გამარჯვებებს და მომავალი წლები ორი. კი, აუცილებლად ამაზე კი ძალიან მნიშვნელოვანი წლებია. იმასაც ვიტყვი და საზოგადოებას ვეთქვი ჩვენ და საავადმყოფოდ საქართველოს დღეს თავისი შესაძლებლობებით არ განეკუთვნება სპორტულ ქვეყანას, იმიტომ სპორტში ჩართულობა არ არის ისეთი პოპულარული, რომელიც ჩვენ მოგცემდა იმის საშუალებას ვთქვათ, რომ სპორტულ ქვეყანად ვართ. ამიტომ ჩვენნაირი ქვეყანები სულ მცირე 120-150 კაცი მაინც უნდა იყოს ჩართული სპორტულ აქტივობაში და ჩვენ დღეს 33,000 სპორტსმენი გვყავს. ამიტომ ცოტა არ იყოს ეს ძალიან პრობლემატური მდგომარეობა ჩვენი სპორტისთვის და ახალგაზრდობაზე ალბათ რა აუცილებლად. სწორედ ეს არის რითიც უნდა შეივსოს, ხო ალბათ. ანუ რადი, ესე იგი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, ხო? მთავარი რაც არის, ეხლა მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა რაც იყო თქვა საქართველოს სპორტის განვითარების თვალსაზრისით ეს იყო ის, რომ ანუ სპორტში არ იყო მაქსიმალური ჩართულობა, არ იყო მასობრიობა და ეს ქმნიდა მე გარკვეულწილად პრობლემას. ეხლა არ მინდოდა ფეხბურთზე ლაპარაკი, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც ლევანი თამაშობდა, გარდა თავისი, თქვათ, ამ თაობის ხალხი, გარდა ვარჯიშისა და თამაშებისა, პლუს კიდე არსებობდა ქუჩა, ეზო, სადაც საიდანაც მოდიოდა მაქსიმალური შევსება. დღეს ჩვენ ამ ხრივ მე ვფიქრობ, რომ გვაქვს საკმაოდ სერიოზული პრობლემები. რა იგეგმება და როგორ აპირებთ მუშაობის დაწყებას? პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. და ასევე მინდა დაგეთანხოთ იმაში, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ახალგაზრდობა საკმაოდ სუსტად იყო ჩართული, როგორც სპორტის მიმართულებით, ასევე კონკრეტულ ახალგაზრდულ პროექტებში. მაგრამ ჩვენი მიზანი არ მდგომარეობს იმაში, რომ
ვიყუროთ უკან, არამედ გვინდა რომ დავგეგმოთ ახალი ღონისძიებები, ახალი პროექტები, ის რაც საომალოდ წარადგება საქართველოს ახალგაზრდობას. ამ მიმართულებით უკვე დეპარტამენტმა, კერძოდ ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა დაიწყო უკვე მუშაობა. ჩვენ შევიმუშავეთ 12 ახალი მიმართულება, რომელიც ემსახურება საბოლოო ჯამში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას. და ეს ძირითადი მიმართულებებია მაგალითისათვის გაგაცნობთ, ეს არის მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის პროგრამა, რომლის მიზანიც არის, რომ უკვე მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან მე-9, მე-10 და მე-11 კლასში, ჩვენ დავეხმაროთ იმისათვის, რომ მათ შეძლონ უფრო უკეთ განსაზღვრონ თავიანთი არჩევანი, თუ რომელ პროფესიას სურთ დაეუფლონ, იმიტომ რომ ალბათ თქვენს დამეთანხმებით და შეიძლება უნივერსიტეტშიც ყავდათ კურსელები, რომლებიც თქვათ უკვე გვიან სადღაც მეორე, მესამე, მეოთხე კურსზე მიხვდნენ იმას, რომ თქვათ ეს არ იყო მათთვის. რა ფორმით უნდა მოხდეს ბოდიში ჩაგეკითხებით ეს ყველაფერი. ამასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ, ჩვენ გეგმავთ სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, კონსულტაციებს გავდივართ შესაბამის დარგის ექსპერტებთან, ფსიქოლოგებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამაზე მუშაობს ასევე ჩვენი დეპარტამენტიც. ჩვენ გვინდა ყოველ შემთხვევაში მონახაზი ასეთია, რაც უკვე უახლოეს დღეებში საბოლოო პროექტის სახით იქნება ცნობილი, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად შევიმუშაოთ სისტემა, ეს იქნება კითხვარები პირველ რიგში, რომლითაც შესაძლებელი იქნება გამოიკვეთოს მოსწავლეების კონკრეტული ინტერესები გარკვეული სფეროების მიმართ, ხოლო შემდგომში ხელი შეუწყოთ მათ იმაში, რომ შეძლონ გაეცნონ კონკრეტულ სფეროებს უფრო დეტალურად, რათა მათი არჩევანი იყოს შემდგომში უფრო მართებული. რაც შეეხება, არა გისმენთ. დიახ, რაც შეეხება მეორე ძირითად მიმართულებას, ეს არის კანონმდებლობის განვითარება ახალგაზრდობის კუთხით. და ასევე სპორტის მიმართულებითაც წელსვე გვინდა უკვე რომ დავაკომპლექტოთ კომისია, რომელიც იმუშავებს ახალგაზრდობის შესახებ კანონზე და ამავდროულად მოახდენს იმ სამართლებრივი აქტების ინკორპორირებას, რომლებიც სხვადასხვა კანონებში არის გაბნეული და ასევე გვინდა რომ ხელი შეუწყოთ ახალგაზრდობის სამართლის, როგორც სამართლის დარგის განვითარებას. იმისათვის რომ მოწესრიგდეს ის საკითხები, რომლებიც ეხება ახალგაზრდობას და ჩვენი ძირითადი მიზანი იქნება ახალგაზრდებს ქონდეთ მაქსიმალური შეღავათები და ასევე ხელი შეუწყოთ კანონმდებლობის კუთხითაც თუნდაც ახალგაზრდა ოჯახების ჩამოყალიბებას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ახალგაზრდა ოჯახებს არ გააჩნიათ განსაკუთრებული სოციალური შეღავათები, გვინდა ამ კუთხითაც ვიმუშაოთ და ასევე დაცული იქნეს მაქსიმალურად ახალგაზრდების უფლებები და საბოლოოდ იქნეს განსაზღვრული თუ სადამდე არის ახალგაზრდა, რომელ წლამდე არის და რა უფლებები აქვს მას. ჩამოვყალიბდეთ სადამდე ვართ ბავშვები, ახალგაზრდები და ასე შემდეგ. კი ბატონო. ჩავერთვები ამ მასში ჩვენ თავიდანვე განსაზღვრეთ და ვთქვით, რომ ახალ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არ არის კონკრეტული ერთი რომელიმე პარტიის კუთვნილება, ეს მთელი ქვეყნის კუთვნილება და მასში ჩართულობა უნდა იყოს ღია, ტრანსპარენტული და ყველას უნდა მიეცეს საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა თავისი უნარით და ნიჭისგან, ნიჭის ვაქვია პოლიტიკური შეხედულების თუ აღწერების და მიუხედავად ეს არის ერთი ქვეყნის ერთი სამინისტრო, რომელიც თავის მოსახლეობას ემსახურება და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ამომავალი წერტილი ჩვენი პოლიტიკისა, რომელსაც საზღვრავთ ჩვენ მე. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით და ვიზიარებთ თქვენ მოსახლეობას. რაც არ იყო კიდე დავაფიქსირე, რაც არ იყო ადრე. მე ვთვლი რომ აუცილებლად დაასრულოთ, მე ვთვლი რომ ოლიმპიური ოქროს მედალი არც ერთი პოლიტიკური პარტიის არ არის, ის არის ქვეყნის და ამ ერის. დიახ, გისმენთ, უბრალოდ მე მინდა რომ მაინც პარალელურად ვისაუბროთ წმინდა სპორტული მიმართულებებით რა იგეგმება, იმიტომ რომ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და შესაბამისად მე უკვე მივყვეთ და ნელა გამოვწოთ საუბარი. ასევე რაც უბრალოდ რამოდენიმეს გეტყვით, მე თქვენთან სრული ჩამონათვალი მოვიტანე, მაგრამ მინდა რომ განსაკუთრებული განსაკუთრებულ პრიორიტეტებს შორის განსაკუთრებული პრიორიტეტები ამოვწიოთ. აი ის პროექტი, რაზეც უკვე საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, ეს არის სტუდენტური თვითმმართველობის ხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანიც არის მოახდინოს სტუდენტური თვითმმართველობების რეფორმა და თანამედროვე დასავლურ სტანდარტებთან დაახლოება. ამისათვის ჩვენ უკვე შევქმნით კომისია, რომელიც შედგება სტუდენტური თვითმმართველობების და სტუდენტური ჯგუფების წარმომადგენლებისაგან.
და რომლის მიზანიც იქნება, რომ სტუდენტური თვითმმართველობები ერთხელ და სამუდამოდ გაიმართოს წელში, გათავისუფლდეს პოლიტიკური წნეხისაგან, რომლის ქვეშაც სამწუხაროდ სტუდენტური თვითმმართველობები იმყოფებოდა და საშუალება მიეცეს ბევრ სტუდენტურ ჯგუფს, ბევრ სტუდენტურ დაინტერესებულ პარტიას, როგორც ჩვენ პირობითად ვეძახით, მონაწილეობა მიიღონ საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში და ამით ჩვენ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ზოგადად დემოკრატიისა და პლურალიზმის განვითარებას, იმიტომ რომ სტუდენტური თვითმმართველობები წარმოადგენს როგორც წესი მომავლის პოლიტიკოსების ასე ვთქვათ სკოლას და თუ კი თავიდანვე მიეჩვენენ ახალგაზრდები ასე ვთქვათ არასწორი და არადემოკრატიული მეთოდებით მართვას, შემდგომში ეს ბუნებრივია გადამდები ეფექტი იქნება პოლიტიკოსების შემდეგი თაობებისათვის. ჩვენ დავიწყეთ უკვე ამ პროექტზე მუშაობა, ჩართული არის საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, ასევე სტუდენტური ჯგუფები და უკვე ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობთ, უკვე წელსვე დავიწყეთ ეს. ძალიან კარგი, რატი მისაუბრა განათლების სამინისტროსთან გარკვეულ თანამშრომლობას და ლევან აუცილებლად მინდა ჩაგეკითხო, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ასე მგონია ყოველ შემთხვევაში, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ სპორტის განვითარებისათვის. ხა ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ იყო ფიზკულტურის ინსტიტუტები, თუ აპირებთ თქვა განათლების სამინისტროსთან რაღაცა თანამშრომლობას გარკვეულწილად, რომ შეიქმნას თქვა ჯგუფები, ხა მე არ ვიცი იქ როგორ ჩამოყალიბდებოდა რა სტრუქტურით იმუშავებენ, მაგრამ ეს ფიზკულტურის გაკვეთილები რომ შეიცვალა სპორტის სხვადასხვა სახეობების გაკვეთილებით მაგალითად. ძალიან რთული თემაა, იმიტომ რომ მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ფაქტიურად სპორტის აკადემიის გაუქმებამ და ჩვენ ფაქტიურად აღმოჩნდით პირისპირ იმასთან, რომ ფაქტიურად მასწავლებელი, ფიზკულტურის მასწავლებელი სკოლაში აღარ არსებობს. ჩვენ ამ მიმართულებით განათლების სამინისტროსთან გავაკეთეთ ერთობლივი ჯგუფი. ერთობლივი ჯგუფი, რომელიც ტრენინგს ჩაუტარებს მასწავლებლებს, რათა ფაქტიურად იმის მიხედვით, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი ინსტიტუტი, რომელიც გამოუშვებს სპორტის მასწავლებელს და ეს უნდა გაეკეთებინა სპორტის აკადემია იქნებოდა ინსტიტუტი და ჩვენ 6 წელიწადი დავუკარგეთ და ჩვენ ალბათ მომავალში უფრო ბევრი პრობლემა წარმოჩნდება ამ მიმართულებით. თუმცა მე მინდა ვაუწყო ჩვენ მაყურებელს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ დავიწყეთ უკვე სამართლებრივი ნაბიჯები იმისთვის, რომ აღვადგინოთ სპორტის აკადემიამ ალბათ უფრო მაღალი სტატუსით სპორტული უნივერსიტეტი ჩამოვაყალიბოთ. რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ სამართლებრივად დავიწყეთ, ალბათ ჩვენ პირველ ნაბიჯებს შემდგომ ახლა პარასკევს უკვე მინისტრთა კაბინეტზე ჩვენ რაღაც წინადადებით შევალთ. უსამართლო შედგა და ესე იგი მოსამართლე მოუწოდა მხარეებს მორიგებისკენ. ეს იყო დიდი ხნის პროცესი, სადაც იმ ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ სპორტის აკადემიაში, ან მისცეს უფლება, წინა ხელისუფლებას, რომ განეხორციელებინათ, მე ესე ვიტყოდი, ვანდალური ფაქტი, რომ გაეყიდათ სპორტის აკადემიის ტერიტორია. თუმცა ჩვენ ის მივიღეთ, რომ გაუქმდა ეს აკადემია, შემდეგ ილიას უნივერსიტეტს გადაეცა, რომელმაც ასევე ვერ გამართა ეს სტრუქტურა და იგი მოიშორა. ფაქტიურად ჩვენ აღმოჩნდით პირისპირ მეტად რთულ პრობლემებთან, რასაც ქვია მწვრთნელების არ ყოფნა, მათი განათლების არ ქონა და საერთოდ სპორტულ სამეცნიერო კერის მოსპობა, რომელიც არის ყველა ქვეყნისთვის სავალალო. მე ჩემ მეგობრებს უცხოეთშიც რომ ვეკითხები თუ არის თუ არა ასეთი ინსტიტუტები და გვეუბნებიან, რომ როგორ არ არის, ზოგადად 2-იც არის, 3-იც არის და იმის მერე რაც ჩვენთან დაიკეტა, მე ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მეზობელ ჩვენ ქვეყანაში დაიკეტა არსებული ინსტიტუტი ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, სასონხეთში და აზერბაიჯანში რამოდენიმე გაიხსნა. ანუ ისი თქმა მინდა, რომ ესეთი ინსტიტუტის არსებობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროსთან ერთობლიობაში ამ პროექტის განხორციელება და ჩვენ განათლების სამინისტროს მე ბატონ მინისტრს ვესაუბრე ამასთან დაკავშირებით, ალბათ საინტერესო იქნება, რომ შეიქმნას თვითონ განათლების სამინისტროში სპორტთან მიმართებაში ჯგუფი, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი საერთო პრობლემები გვაქვს.
პირველ რიგში ახალგაზრდებთან მიმართებაში, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები, ეს ახალგაზრდები სკოლას ვერ აცდენენ სასაჯიბრო პერიოდში, გამოცდებს ვერ შეკრებები აქვს, უამრავი თავიანთ ცხოვრება აქვს, ხო აბსოლუტურად განსხვავებული. წინა წლებში იყო ესეთი მაგალითიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიმგზავრა ჩვენი ერთ-ერთი სახელოვანი სპორტსმენი იმის გამო, რომ გამოცდები ჰქონდა და უფლება არ მისცა განათლების სამინისტროს წასულიყო ამ შეჯიბრებაზე. ესეთი რაღაცეები ხდებოდა. ამიტომ თავიდან რომ ავიცილოთ ჩვენ გაუგებრობა, ჩვენ უნდა ერთობლივად ვიმუშაოთ როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე მნიშვნელოვანია თვითონ ჯანმრთელობის სამინისტროსთან ურთიერთობა და ასევე ყველა იმ სამინისტროსთან, ვინცაც უშუალოდ ეხება სპორტის მიმართულება, ეს არის ეკონომიკის სამინისტრო, იმიტომ რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებითაც და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან, ჩვენ დავაგზავნეთ წერილები და აღრიცხვიანობა დავიწყეთ იმ ინფრასტრუქტურისა, რომელიც გააჩნია ქვეყანას და ეს ინფორმაცია ალბათ ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება თუ რა მოხდა საქართველოში, რამდენი ობიექტი გასხვის და რამდენი ვალდებულება შესრულდა იმისთვის, რომ განვითარებულიყო ესა თუ ის ინფრასტრუქტურა, რამდენი არ გაკეთდა. ანუ ამის მონიტორინგი არ არსებობდა აქამდე, ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ეს მონიტორინგი ჩავატაროთ და საბოლოოდ ჩვენმა მოსახლეობამ და საზოგადოებამ იცოდეს, რომ რისი ფლობელია დღეს ამ კუთხით საქართველო, რისი განვითარება უნდა მოხდეს. თუ არის ესეთი ადგილები, თუ შეიძლება მათი ინვესტირება, თუ სხვანაირად უნდა მოხდეს ამ ინფრასტრუქტურის ან აშენება, ან რაღაცის დამატება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთობლივად ყველა სამინისტროსთან, ვინც უშუალოდ ჩართულია ამ პროცესებში, ერთობლივად ვიმოქმედოთ. გასაგებია. რატი პრიორიტეტებზე ჩვენ საუბრობდით, მე მინდა გითხოთ თქვენ ჩამოთვალეთ რამდენიმე რას, მნიშვნელოვანი თემა იყო. აუცილებლად მინდა გითხოთ წმინდა სპორტული მიმართულებებით, თუ გაქვთ დასახული რაიმე პრიორიტეტები, როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რა არის გასაუმჯობესებელი და რა ვითარება დღეს ამ ხრივ ახალგაზრდებში. დიახ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ვისაუბრეთ, ასე თქვა, ძირითად პრიორიტეტებზე, თუმცა ეს არ იყო ყველა პრიორიტეტი. რაც შეეხება, თქვა, ახალგაზრდულ სპორტს, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც სამინისტრო იმუშავებს, თვითონ სამინისტროს სახელწოდებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და თუნდაც ქვეყანაში დანაშაულობასთან ბრძოლისათვის და ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის აუცილებელია ახალგაზრდობის ჩართულობა სპორტში. ამ კუთხით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული ღონისძიებები, არსებობს და ჩვენი, ასე ვთქვათ, ახალგაზრდობის დეპარტამენტის დაფინანსებიდან დაახლოებით 30%-მდე მოხმარდება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს და ახალგაზრდობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას. სხვა შემთხვევაში, რაც შეეხება უკვე ახალგაზრდობის ჩართულობას, სპორტის მიმართულებითაც მინდა ვთქვათ, რომ არსებობს სამინისტროსთან ფონდი, რომელიც აფინანსებს ახალგაზრდულ პროექტებს. ფონდის ეხლა ამჟამად მუშავდება ფონდის პრიორიტეტული მიმართულებები და ბუნებრივია ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ახალგაზრდული სპორტის გაძლიერებაც. იმისათვის, რომ ჩვენ შეგვძლებოდა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც ფონდში მოიხსნება რეესტრი. რაც შეეხება რეესტრს, მინდა გაცნობოთ და საზოგადოებაც რომ იცოდეს, ფონდს შეეძლო დაეფინანსებინა მხოლოდ იმ ახალგაზრდული ორგანიზაციების პროექტები, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ ფონდში. და ამავდროულად ფონდს შეეძლო დაეფინანსებინა მხოლოდ იმ ორგანიზაციების პროექტები, რომელთა ყრილობების წევრთა 2/3-ზე მეტი იყო ახალგაზრდა, ანუ 26 წლამდე. ჩვენ მაქსიმალური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ვაუქმებთ ამ რეესტრს და ასევე ვაუქმებთ იმ მიდგომას, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იყო, რომ მხოლოდ
ახალგაზრდული ორგანიზაციები დაფინანსებული იყო. ავცვლით პრინციპულ მიდგომას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფონდი დააფინანსებს ახალგაზრდულ პროექტებს და არა რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციას, იმიტომ რომ შეიძლება ეხა ადამიანი იყოს 40 და 50 წლის, მაგრამ კონდეს ძალიან კარგი იდეა ახალგაზრდობის მიმართულებით, გამართული მენეჯმენტის პროცესში რაღაც ასაკობრივი ცენზი იქნება, რო გავერკვევით სანამდე ვართ ახალგაზრდები, ხო? დიახ, ცენზი იყო და ცენზი, ასე ვთქვათ, მოიხსნება, იმიტომ რომ როგორც თქვით, შეიძლება 50 წლის და თუნდაც 70 წლის ადამიანს კონდეს ძალიან კარგი იდეა კონკრეტულად თქვათ ახალგაზრდობის მიმართულებით და შესაბამისად ჩვენ გვინდა რომ ყველას შეუწყოთ ხელი თავისი იდეების განხორციელებაში, კერძოდ იმ იდეების, რომელიც მაქსიმალურად გამოადგება ახალგაზრდობას. ეხლა ალბათ დამეთანხმებით, რომ თუნდაც მაგალითად აი რომ ავიღოთ თქვათ ახალგაზრდულ დანაშაულობასთან ბრძოლა, ამას ბევრად უფრო უკეთ გააკეთებს თქვათ 60 და თუნდაც ან 40 და 50 და 60 წლის ადამიანი, რომელსაც ამ შესაბამის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და თქვათ სამეცნიერო დონეზე იცის თუ როგორ უნდა ებრძოლოს დანაშაულობას, ვიდრე თქვათ 20 ან 21 წლის ახალგაზრდა. აი ეს იქნება. მეც ერთ დავამატებდი ჩვენ ერთობლივად გეგმავთ სტუდენტების ფედერაციასთან, რომელიც რამოდენიმე დღის წინ აირჩა ახალი ხელმძღვანელობა, ვიცი პრეზიდენტი გახდა ლექსო გუგავა, ცნობილი მორაგბე, ნაკრების წევრი, რომელთან ერთადაც ჩვენ გეგმავთ სტუდენტების ჩართულობა სპორტში და მაქსიმალურად გამოყენებას იმ რესურსის, რომელიც გააჩნია სტუდენტურ მოძრაობას, დაახლოებით ჩვენი ინფორმაციის 90,000 სტუდენტია დღეს საქართველოში, მათ ჩვენ ორგანიზაციულად გვინდა რომ ჩამოვაყალიბოთ აი სტუდენტური თამაშები, რა თქმა უნდა იმ დონის, რათა თქვათ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტუდენტური ლიგები სწორედ იმ სახეობებში, სადაც ეროვნული ჩემპიონატები არ იმართება სხვადასხვა სათამაშო დისციპლინებში და ჩვენ გამოვიყენოთ სტუდენტური ბაზა, რომ მოხდეს ამ ჩემპიონატების ჩატარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის რესურსი, რომელიც სტუდენტობას გააჩნია, ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, თუმცა ჩვენ თავარი პრობლემა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომელიც ჩვენთან არსებობს, ეს არის ინფრასტრუქტურის არსებობა, თუმცა თუ გადავხედავთ უნივერსიტეტებს, დღეს მეტნაკლებად არის რამოდენიმე, რომელსაც ინფრასტრუქტურა ასე თუ ისე მოგვარებულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სპორტი მასიური იყოს და ჩვენი პრობლემა სწორედ ამ მასიურობაში დევს. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით, მოდი შევისვენოთ რამდენიმე წუთით, მცირე სარეკლამო პაუზა გვექნება და შემდეგ განვაგრძელოთ საუბარი. Rundებით პირდაპირ ეთერში მე მაყურებელს შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი პირველი გადაცემის სტუმრები არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე. ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო საკითხებზე. მე აქვე დავიტყვი იმასაც, რომ ვინც ახლა შემოგვიერთით, რომ ყოველ 4-შაბათს და 5-შაბათს იქნება ეს გადაცემა ტელეკომპანია მზის ეთერში გავა 22 საათიდან და დღეს პირველ გადაცემაში ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ რომ უბრალოდ გაგვერკვია და გულშემატკივრისთვის და მაყურებლისთვის მიგვეწოდებინა ყველა ის ინფორმაცია, რაც იგეგმება და რაც გაკეთდა უკვე ამ მცირე დროში სამინისტროში. თუმცა მე აქვე გეტყვით, რომ უკვე შემდგომი გადაცემებიდან ჩვენთან გადაცემაში იქნება დებატებიც, იქნება საკმაოდ საინტერესო საუბრებიც და შესაბამისად ჩვენ შევეცდებით იმ რესურსიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ტელევიზიას გააჩნია, მაქსიმალური ინფორმაცია მოგაწოდოთ და მაქსიმალურად გავაშკოთ, რაც თავარია ქართული სპორტი. ლევან, რეგიონებში რა ვითარებაა ბავშვთა სპორტის თვალსაზრისით, იმიტომ რომ თუ კი საიდანვე შევსება მოდის ძირითადად რა თქმა უნდა მთელი საქართველოდან, მაგრამ მე მაინც არ მინდა ცენტრზე გავამახვილო ყურადღება, უფრო რეგიონებზე და რა ვითარება ამ ხრივ, მით უმეტეს რომ ეხა ისეთი პირობები, როგორც თქვა თბილისშია, დიდ ქალაქებშია, ყველგან არ არის. დაგეთანხმები, ვაშა ჩვენთვის ეს ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ, მაგრამ რეალობა ეგრეა. დღეს თბილისი ჩვენ დასაუბერდუროთ რაღაც თავკომბალას გავს, სადაც
ფაქტიურად ყველა ნიჭიერი, ვინც კი არის სხვადასხვა სპორტის სახეობაში თავს იყრის თბილისში, რეგიონებში მუშაობენ სკოლები, არის მუნიციპალური სკოლები თბილისისგან განსხვავებით და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ მუნიციპალური სკოლების გაუქმებამ გამოიწვია ის პრობლემები, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ეს მასიურობას, რაც შეეხება სპორტი ხელმისაწვდომი რომ უნდა იყოს ყველგან და თქვა ყველაფერი რომ თანხებზეა და მშობლის კისერზეა და ჩვენ მქონდა ამაზე ბევრჯერ საუბარი შენს გადაცემებში, მაგრამ ეს პრობლემა დგას სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს მუნიციპალური სკოლები დღეს საქართველოში შემცირებულია. ფაქტიურად თბილისში აღარ არსებობს ესეთი სკოლები, რეგიონებში მეტნაკლებად შემორჩა, ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები, მაგრამ რაც თავარია რეგიონებშიც არის სპორტის მუნიციპალური განყოფილებები, რომლებიც გარკვეულ თანხებს და ხარჯავენ სპორტის მიმართულებით. მე ვფიქრობ, რა უნდა მოხდეს ცენტრალიზება იმისა, რომ სპორტის სამინისტრო არის ქვეყანაში ერთი და ყველა რეგიონი უნდა ემორჩილებოდეს იმ პრინციპებს და იმ მიდგომებს, რაც არის ამ სამინისტროდან და რაც ქვეყნისთვის არის პრიორიტეტული. ამიტომ მე ვიძახი იმის გარდა, რომ ჩვენ გვაქვს თანხები, თქვათ, ბიუჯეტის სპორტის განვითარების კუთხით, ასევე ყველა მუნიციპალიტეტს თუ გამგეობას გააჩნია თავისი სპორტული დანახარჯები, მაგრამ რამდენად ეს მიზნობრივად იხარჯება, სწორედ აი ამ აქეთკენ ვარ ჩვენ მოტივირებული, რომ ჩვენ ერთიან სისტემაში მოვაყოლოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცნაირად შევზღუდოთ ის რეგიონების ინტერესები, რომლებსაც გააჩნია, თქვათ, კონკრეტულ პროექტებში ინვესტიციის, თქვათ, სახელმწიფო ბიუჯეტი და გამოყოფილი თანხების დახარჯვა. არაფრის დიდებით ჩვენ ვთქვით, რომ აუცილებელია დეცენტრალიზება, ეს უნდა მოხდეს, ცენტრალიზებული არ უნდა იყოს, მაგრამ უნდა იყოს ერთიანი ხედვა სპორტის განვითარების კუთხით, ასევე ეს უნდა იყოს როგორც ავტონომიურ ჩვენ აჭარაშიც, ასევე სხვა რეგიონებში. რაც შეეხება ინფრასტრუქტურაზე მითხარი ხო? ინფრასტრუქტურაზე და საერთოდ ბავშვთა სპორტის განვითარების თვალსაზრისით. ძალიან ცუდად მიმდინარეობს საერთოდ მასიურობა ძალიან დაბალ დონეზე, იმიტომ რომ კლუბური სისტემაა მოშლილი. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ჩამოყალიბდეს კლუბური სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ასაკის ადამიანებს მაქსიმალურად ჩაერთონ სპორტულ აქტივობაში. ეს მუნიციპალური კლუბები უნდა შეიქმნას, რომელიც რა თქმა უნდა იყოს ხელშეწყობა როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო ინვესტიციის. კი ბატონო, ბოდიშ ჩაგეკითხებით, უბრალოდ თქვენ გადაცემის დასაწყისში ხაზი გაუსვით იმას, რომ სამინისტრო არ უნდა იყოს სპონსორი და თქვათ უნდა გადავიდეს, მოხდეს ეს ხო, პროგრამული დაფინანსება. აი როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, საიდან უნდა იყოს მოძიებული ეს თანხები და შესაბამისად ასევე ხაზი გაუსვით თქვენ იმას, რომ თქვათ პრობლემა არის, რაღაც სკოლების გაუქმებამ გამოიწვია ის პრობლემა და ყველაფერი არის შობლის კისერზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია, მე როდესაც ვკითხავ, რამდენად შესაძლებელია, რომ როდესმე ამ ქვეყანაში მოხდეს ისეთი რამ, რომ სპორტი აბსოლუტურად მაქსიმალურად განთავისუფლებული იყოს, თქვათ, თანხებისგან. ბავშვს შეეძლოს სპორტზე სიარული, შეეძლოს ინვენტარის შეძენა, არ ვიცი, უამრავი პრობლემაა, ხო? ეს ალბათ პირველ რიგში ეკონომიური პრობლემებიდან გამომდინარეა, ეს თავი და თავი მანდებს, მაგრამ ჩვენ სწორ პრინციპზე უნდა ვიფიქროთ, თუ დღეს ეკონომიურად განვითარებულ ქვეყნებში არის მუნიციპალური დაფინანსების სკოლები, საქართველოს რა დააშავა, რომ ეს მუნიციპალური სკოლები არ არსებობდეს. მუნიციპალური სკოლები არ ნიშნავს, ჩვენ ვარი ვთქვათ, კერძო ინვესტიციაზე, აქ უნდა მოხდეს კერძოსა და სახელმწიფოს ინტერესების ერთობლიობაში შეჯერება და ამ მიმართულებით მუშაობა პირველ რიგში საკანონმდებლო ბაზის შეცვლით. თუ არ შეიცვალა ის კანონები, ეს შეჯერება ვერ მოხდება რა. ამიტომ ეს არ არის უკაცრავად დღევანდელი და 1 წლის და 2 წლის საქმე, ეს უფრო გრძელვადიანი პროცესია და მე იმასაც გეტყვით, რომ საერთოდ სპორტი არის გრძელვადიანი პროექტი და იქ დავადებული თანხები არ შეიძლება რომ იყოს რაღაცნაირად უკან დაბრუნებადი.
დღეს საქართველოში და ჩვენ ვიტყოდით რომ საქართველოში არც ერთი სპორტის სახეობა ფინანსურად მომგებიანი არ არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ თუ მომგებიანი არ არის სპორტის სახეობა რომელიმე და საერთოდ სპორტია უარი ვთქვათ საერთოდ სპორტზე ხო? ამიტომ ჩვენ უნდა განმევითაროთ ის მიდგომა რომ პირველ რიგში სპორტი არის სოციალური პროექტი და ამაში უნდა სახელმწიფო ძირითადი როლი ითამაშოს ამ შემთხვევაში დღევანდელ რეალობაში, მაგრამ მომავალში აუცილებელია კერძო ინვესტიციების წახალისება იმ კანონმდებლობის შემოღებით, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციის შემოსვლას სპორტში. დღეს სპორტში ფული კერძო სახსრები იხარჯება, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს ალბათ იმ ხალხის ძალიან დიდი პატრიოტული თუ ინტერესებია აქ და არა ვთქვათ ბიზნეს ინტერესები პირველ რიგში და ამიტომ უნდა მოხდეს ყველანაირად ამ ადამიანების ინტერესების გათვალისწინება და ჩვენ გვინდა მაქსიმალურად დავაახლოვოთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კერძო ადამიანებს კერძო ბიზნესთან რათა მათ გაიგონ რომ სპორტში ჩადებული თანხები მათი შვილების ჯანმრთელობაში ჩადებული თანხები იქნება და არა ვთქვათ რაღაცა ქველმოქმედება და ასე შემდეგ. კი ბატონო, რატი აუცილებლად მინდა კითხო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ესეც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ხალხისთვის მე ვთვლი რომ ნებისმიერი აქტივობა, ნებისმიერი ღონისძიება და ნებისმიერი ხალხის წინაშე გამოჩენა არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ყველასთვის მისაღები და ყველასთვის ძალიან სასიამოვნო თემა. თუ იგეგმება ამ ხრივ, რა იგეგმება და ვთქვათ თუ კი აქამდე იყო რაღაც გარკვეული ღონისძიებები, ეხლა უკვე მომავალში თუ გახდება ეს უფრო მასშტაბური, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ადამიანების მიმართ გამოხატული ყურადღება არის პირველ ყოვლისა ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის. აბსოლუტურად გეთანხმებით და მინდა გითხრათ რომ სამინისტროს ჩვენი მოსვლის დღიდან ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა. მინდა უბრალოდ ერთ შემთხვევა გავიხსენო და ასე ვთქვათ ერთი აზრი რაც მუდამ თან დამზდევდა გერმანიაში ცხოვრების პერიოდში. ხედავდი ძალიან ბევრ ინვალიდ სტუდენტს, ძალიან ბევრ ინვალიდ ახალგაზრდას, ვთქვათ, ადაპტირებულ ბასეინებს, განსხვავებულ დუშკაბინებს და ყოველთვის ასე ვთქვათ, იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ვთქვათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ჩართულობა, თუნდაც სახელმწიფო ორგანოებში, თუნდაც ლექციებზე, რომ ასე ვთქვათ, თითქოს და ამ წლების განმავლობაში ამაში არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. ადრე კი სულ იმას ვფიქრობდი, რომ თითქოს საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები არ იყვნენ, მაგრამ პრობლემა აქ იმაში იყო, რომ არის უამრავი ადამიანი, უბრალოდ არ არის ადაპტირებული, თუნდაც ტრანსპორტი, თუნდაც ტროტუარები, თუნდაც შენობები, სამწუხაროდ უნივერსიტეტებში საკმაოდ რთულია, თუნდაც ეტლში მყოფი სტუდენტის შეყვანა. უნივერსიტეტი არის, მაგრამ თვითონ სავალი, გზის სავალი ნაწილები არის და შუქნიშნებიც არის სპეციალური მათთვის გაკეთებული. ძალიან ცოტა მინდა გითხრათ და თუნდაც სასწავლო დაწესებულებებში. გამომდინარე, თქვათ, ჩვენი პრიორიტეტებიდან ბუნებრივი ამ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით მაქსიმალური პრიორიტეტი მივანიჭოთ ახალგაზრდებს, იმ ახალგაზრდებს, რომელთაც სამწუხაროდ თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ და გვინდა განათლების სამინისტროსთან ერთად ჩვენ ამისათვის გარკვეულ დაფინანსებას გამოვყავით არასამთავრობო სექტორთან ერთადაც და USAID-თან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შევიმუშავოთ გარკვეული პროექტი, რომელსაც უკვე 2013-ში განვახორციელებთ, იქნება ეს ადაპტაციის კუთხით თუ მაგალითად სხვა დამავიწყდა არა მიმართულება კი არა ეს ანბანი უსინათლოების ანბანი დამავიწყდა ზუსტად როგორ არის სახელწოდება თუნდაც გარკვეულწილად სასწავლო პროგრამების გამოშვებას ამ კონკრეტული ანბანის მიხედვით იმისათვის რომ მათ შეძლონ თუნდაც უმაღლესი განათლების მიღება ესაც შეეხება იმ დასმულ შეკითხვას რაც თქვენ ბრძანეთ და კიდევ ერთი რაც აუცილებლად მინდა ვთქვა ჩვენი ძირითადი მიმართულება ახალგაზრდობის კუთხით იქნება მენტალობის
ასე ვთქვათ, მენტალობის შეცვლა და ახალგაზრდობის პოლიტიკური წნეხისაგან გათავისუფლება. და ამაში გულისხმობ იმას, რომ შეუძლებელია თქვათ ქვეყანაში, სადაც რამოდენიმე წლის მანძილზე თქვათ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობდა იმ პირობებში, როდესაც თქვათ ტელეფონზე საუბარს ერიდებოდნენ და არსებობდა გარკვეული შიში იმისა, რომ უსვენენ, ამას გარკვეული ზეგავლენა არ ჰქონოდა ახალგაზრდობაზე და ამის გარკვეულ მაგალითებსაც გეტყვით. ბუნებრივია სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში იყო ძალიან დიდი, როგორც ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, ასევე მმართველი პარტიის მხრიდანაც და ფაქტობრივად პოლიტიკური გადაცემა მგონია უკვე. არა, ეს ახალგაზრდობა შეიძლება იმასთან დაკავშირებით პოლიტიზირებული. კი ბატონო, მესმის. ანუ არსებობდა გარკვეული პოლიტიკური წნეხი და თუნდაც მაგალითისათვის მოვიყვან უნივერსიტეტში არსებობდა ეგეთი თარგმნე ჯგუფი, რომლებიც ითხოვდნენ წიგნების გადათარგმნას და ამისათვის მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ეს საქმეც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია შესაბამისად შემდგომში არ იქნა გამოძიებული. კარგი, მოდი გადავიდეთ იმაზე, რას გეგმავთ თქვენ. ამასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ ნებისმიერ შეხვედრაზე, რომელზეც ჩვენ შევხვდით სტუდენტებს, შევხვდით სტუდენტურ თვითმმართველობებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდული მიმართულებით, ჩვენი პირველი გზავნილი მდგომარეობდა იმაში, რომ სამინისტროს აღარ ეყოლება დღეიდან არც ერთი ფავორიტი ჯგუფი. სამინისტროს თუ ეყოლება ვინმე ფავორიტი, მაშინ ეს იქნება ნებისმიერი დაინტერესებული მხარე და ჩვენი მხრიდან ყველა სტუდენტურ თვითმმართველობას, ნებისმიერ სტუდენტურ ჯგუფს ექნება თავისუფალი განვითარების საშუალება და შევეცდებით მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ არჩევნებზეც დაფინანსების კუთხითაც იმაში, რომ მათ ქონდეთ აბსოლუტურად თანაბარი შესაძლებლობები. კი ბატონო, გასაგებია, რა მინდა აუცილებლად კითხო ვეტერანებთან დაკავშირებით, ვეტერან სპორტსმენებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მათ გარეშე ქართული სპორტი ვერ იარსებებდა და დღეს ვერც მივიდოდით აქამდე, ძალიან დასაფასებელი ადამიანები არიან და თუ გეგმოთ, თქვათ, რაიმე ღონისძიებებს, იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან ხშირია საუბრები იმის თაობაზე და საუბარი, რომ თქვათ, ესა თუ ის სპორტსმენი არ გააცილეს სათანადოდ, არ დაუფასეს მის მიერ გაწეული შრომა და თქვათ ის სახელი, რომელიც მან მოუტანა საქართველოს. მაინტერესებს თუ გეგმოთ ამ მხრივ. რა თქმა უნდა, ჩვენ სულ რამოდენიმე დღის წინ ჩვენ გქონდა ჩვენი დიდი მოჭიდავეს ბატონი რომან ლულუა 70 წლის თავი. ჩვენ აღვნიშნეთ ამ ადამიანის ღვაწლი, თუ რაოდენ დიდი იყო მისი ღვაწლი. და გვინდა ასევე ვთქვათ, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ სპორტში და რომლებიც ლეგენდები არიან, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების წესით, თავისი ცხოვრებით, მიღწეული წარმატებებით მაგალითი გახდნენ ყველა იმ ახალგაზრდის თუ სტუდენტის თუ პატარა ბავშვის, ხო? რა თქმა უნდა, ამ ადამიანებზე უნდა იყოს საუბარი, მოხდეს მათი დაფასება, სიცოცხლეშივე დაფასება, რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი. იმიტომ რომ თუ სიცოცხლეშივე არ დავაფასეთ ჩვენი გვირები, წარმოუდგენელია ის მერე დააფასო რა ჯეროვნად. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით სოციალურ პროექტებსაც გეგმავთ, შესაბამისი ფინანსური წახალისებაც იქნება რა თქმა უნდა საღამოები, ყველაფერი ეს კულტურული ვთქვათ ყველაფერი რაც ხდება და რაც დაკავშირებულია ამ ადამიანების დაფასებასთან, სამინისტრო აუცილებლად გაითვალისწინებს და აუცილებლად გადადგავს ამ ნაბიჯებს იმისთვის, რომ არც ერთი ადამიანი და არც ერთი გმირი არ იყოს დავიწყებული. არ იყოს დავიწყებული. დანარჩენი ალბათ ჩვენ მომავალი გვანახებს კიდევ ერთ, რა ვიცი, ეს თქვენ ნახევარი არ არის ის დრო, ჩვენ კი გვეჩვენება რომ უკვე ძალიან დიდი ხანია და ვერაფერი ვერ მოვასწარით, მაგრამ ფაქტიურად ჩვენ დღეს ეხლა ვიდგავთ ფეხს, რომ იმ მიმართულებით, რომ ჭეშმარიტად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გახდეს მართლა პოპულარული და ხელმისაწვდომი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უნდა ჩართვა. ეს იქნება იდეის დონეზე, ამიტომ ჩვენ ყოველდღიური ისეთი რეჟიმი გვაქვს, ალბათ ადრე, იმიტომ არის რომ ამდენი საქართველოში ამდენი არჩევნები და ეს დაპირისპირება, თქვათ, საზოგადოებების, სხვადასხვა სპორტის სახეობების არ ყოფილა, თუ გადახედავთ ისტორიას, არ ყოფილა ესეთი შეჯერება. მე მინდა რომ თქვენი ეთერი დაეთმოს სწორედ
აი ესეთ პაიკრობა, სადაც იდეეთა პაიკრობა. ის ჩვენი ეთერი ყოველთვის არ ხდება ეგრე, იმიტომ რომ რაღაცნაირად დღეს ტელევიზიას ვერ ვიყენებთ სათანადო დონეზე, ამიტომ ძალიან კარგია რომ თქვენი მხრიდანაც ჟურნალისტებიდანაც იყოს შეხსენება და რა თქმა უნდა ეს თქვენ ტელევიზიას არ ეხება, რადგან თქვენ პირველი გამოგვიწოდეთ ეს თანამშრომლობის ხელი და ვიმედოვნებ სხვაებიც მოგბაძავენ. აი სწორედ ეს ყველაფერი თქვა იგივე ეს პროექტი ეს გადაცემა რაც არის თქვა არის ხო საზოგადოებრივ მოუწყებელზე არის ცალკეული გადაცემები, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ დღეს ქართულ ტელევიზიაში ძალიან ცოტაა ეს მსგავსი გადაცემები, რატი ხაზი გაუსვა გაიხსენა უბრალოდ პარალელი გაავლო გერმანიასთან. მე ეხლა ჩემთვის წარმოუდგენელია ლევან რომ საქართველოში მაგალითად რომელიმე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ვერ იცნონ ქუჩაში ოლიმპიური ჩემპიონი. ჩემთვის წარმოუდგენელია ხო ვერ იცნონ თქვა ცნობილი ან ფეხბურთელი ან კალათბურთელი ან მორაგბე ან ნებისმიერი თქვათ სპორტსმენი. დღეს ჩვენთან ასე არ ხდება და მე ვთვლი რომ ეს არის პირველ ყოვლისა იმის ბრალი რომ ეს სპორტსმენები არ შუქდებიან, ანუ არ ხდება მათი აბსოლუტურად არანაირი პიარი. აი ხა დღეს ბოლო დღეებში უბრალოდ მე არც ვიცი რა ორგანიზაციის მიერ არის გაკეთებული, მაგრამ ჩვენი მორაგბეების ბილბორდებია, რაც მე მგონი პირველად მოხდა მსგავსი რამ, რომ ამ მასშტაბით ხო შეიძლება რომ ეს თქვა დაიგეგმოს, გაკეთდეს და მთლიანობაში ჩვენ გარკვეულ ამას დრო დაჭირდება. ბუნებრივია დრო დაჭირდება, რომ ეს ადამიანები გახდნენ ცნობადი სახეები. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იგივე სატელევიზიო პროექტები, იგივე საგაზეთო ინტერვიუები იქნება თუ ბილბორდები იქნება თუ პლაკატები, არ აქვს მნიშვნელობა. ამ ხრივაც რაღაცა ჩვენ სამუშაო გვაქვს ყველას ერთად და მე მაინტერესებს თუ იგეგმება თქვენი მხრიდან გარკვეულწილად მე არ ვიცი სარეკლამო რგოლები, თქვათ საიმიჯო რგოლები უпроსტოდ არა სარეკლამო და სატელევიზიო პროექტები. თუ აპირებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ აი ეს ტელეეთერები და პრესაც ბუნებრივია. რა თქმა უნდა საკმარისი არ არის ღმერთმა მოგცეს ჩვენ იმის საშუალება რომ იმდენი კონდეს გაკეთებული საქმე რომ თქვათ სატრაბახო იყოს და საჩვენებელი ყოველ წუთას გოლების თუ სატელევიზიო სარეკლამო თუ სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემებში მე მაგას ვუსურვებდი ჩემ თავსაც და რატისაც და საერთოდ ძირითადად ხო სპორტსმენებზე, ჩემპიონებზე და ცნობად სახეებზე. თავარია ალბათ ეს უკვე კონკრეტული არხის პრეროგატივაა, როგორ აშუქებს იმ სპორტს საერთოდ, იმიტომ რომ სპორტი არის მართლა ყველა ქვეყანაში ეს ისავიზიტო ბარათია, რომელიც ყოველთვის იქნება. ამიტომ სპორტის იგნორირება ნაკლებად აინტერესებს სხვადასხვა პოლიტიკოსი მაყურებელს, ვიდრე თქვა სპორტსმენი აინტერესებს მისი ცხოვრება, ან მსახიობი იყოს, ან კულტურული თქვა მოცეკვავე, ეს ადამიანები აინტერესებთ, ხო? ამიტომ ჩვენთანაც უნდა იყოს ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით თუ რა მედლები მოაქვს, თქვა და ეს არ არის საკმარისი, მე ვიტყოდი, უფრო მეტი უნდა იყოს საქართველოში ოქროს медали თუ ვერცხლის თუ ბრინჯაოსი და აქედან გამომდინარე სწორედ დაიგეგმოს იმ ადამიანების თქვა წარმოჩენა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ხო თქვენთვის არ იყვნენ რამოდენიმე წელიწადში ანებებენ სპორტს და შემდეგ გმირები ხდებიან და თითიც საჩვენებლები უნდა იყვნენ. ჩვენ მან თაობებმა თუმცა ქუჩაში ვერ ცნობენ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. პრობლემაა, ხო, ეს არის ალბათ არასწორად წარმოჩენა ადამიანების, ალბათ ეს ცხოვრება შეცვლის ცოტა ამ მდგომარეობას, ეს ჩვენი სამუშაოც არის და რა თქმა უნდა მედიის პირველ რიგში თქვენი კუთხით თქვენ მიერ შემოთავაზებული წინადადებები უნდა იყოს გაანალიზებული და მიღებული ან ახალის თუ თავი ექნება ვინმეს ვთქვათ რომ შემოგთავაზოთ სხვა მხრივ. რა თქმა უნდა ჩვენ რამოდენიმე 15 წუთიანი შეხვედრა გქონდა რამოდენიმე დღის წინ და იქ უცბად დაიბადა რამოდენიმე საინტერესო იდეა. ეხლა წარმოიდგინე ჩვენ უფრო მეტი ხო გაანალიზო უფრო მეტი ახალი რაღაც საინტერესო წამოვა. ამიტომ ჩვენ მზად ვართ ყველანაირად თანამშრომლობისთვის, ჩვენ ვართ ქვეყნის სამინისტრო, აქ არ არის ის რომ ჩვენ ვიყოთ კარჩაკეტილები, აბსოლუტურად ღია უნდა ვიყოთ ყველასათვის, იმიტომ რომ ეს სამინისტრო ყველა სამინისტროა, მანდ მოსვლა და მანდ თქვათ თავისი იდეის წარმოჩენა, იმიტომ არის რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებით სხვადასხვა პიროვნებებს, სხვადასხვა ჯგუფებს, სხვადასხვა
ფედერაციებს იმისთვის, რომ გავიგოთ ამ ადამიანების გულის თქვა. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ეს იკლებს რაოდენობა, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ არ იკლოს ამ რაოდენობა და სულ იყოს მაქსიმალურად ჩართულობა ადამიანებისა, რადგან ძალიან დიდია ინტერესი სპორტის მიმართ ამით ჩვენ ქვეყანაში, ამიტომ სწორად და ჯეროვნად უნდა შეფასდეს ის ჩვენ ახლა მაინც ენთუზიაზმის დონეზე ვარ და იმ შემართებით ვართ კიდე მოსულები და მე ვუსურვებდი კიდევ ერთხელ ჩემ თავს რომ და ჩვენ მეგობრებს ეს ენთუზიაზმი არ განელებული იყოს და ეს ენთუზიაზმი ყოველთვის მომტანია შედეგიც. ენთუზიაზმი მთელი ცხოვრება არ შეიძლება, მაგრამ რა თქმა უნდა ენთუზიაზმი რაღაცა კარგია იმ იდეებისთვის და იმ იდეების ჩამოყალიბება. ძალიან კარგი, ჩემ თქვენ რომ ამოიწურა ძალიან სწრაფად გაიარა ერთმა საათმა, მაგრამ ჩვენ ხო არ გაგვთ დასამართი. კი ბატონო გისმო. აი რადგან ხვალაც მოხვალ. რადგან სტრუქტურასთან დაკავშირებით იყო საუბარი, უბრალოდ ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან სამინისტროში იქნება ახლა ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიც იმუშავებს ძირითად მიმართულებებზე და ანუ ეს არის სწორედ იმის გამოხატულება, რომ სამინისტრო გეგმავს როგორც სპორტში, ასევე ახალგაზრდობაში გარკვეულ ფუნდამენტალურ ცვლილებებს და ფაქტობრივად სამეცნიერო კვლევებზე დამყარებული პროექტების განხორციელებას, რაც იქნება გრძელვადიანი და ფუნდამენტალური და ეს ფასადური მიდგომები ერთხელ და სამუდამოდ გვინდა რომ მოსვლოთ. და იმ ხალხის დაფასებაზეც რო არ დაგვაუწყდეს, იგივენაირად ჩვენ საბჭოს შექმნა, ვეტერანთა საბჭოს შექმნა, მრჩეველთა საბჭოსი, რომელშიც გაერთიანდება ჩვენთვის რამოდენიმე ის ვარსკვლავი, რომლებიც დღეს კიდევ ჩართულები არიან და თავისი აქტივობით სპორტულ საქმიანობაში, მათი გვარები და სახელები ალბათ სულ მოკლე ხანში იქნება ცნობილი. ეს ადამიანები აუცილებლად დიდ დახმარებას გაუწევენ თავისი რჩევებით როგორც სამინისტროს, როგორც სპორტული მიმართულებით, ასევე ახალგაზრდობის კუთხითაც. ამიტომ ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ჩავთოთ ბევრი სუბიექტი იმისთვის, რომ ჩვენი საქმიანობა იყოს ყოვლის მომცვლელი და შედეგიანი. აი ეს არის ჩვენი. კი ბატონო, შედეგები იყოს და გაშუქებას არ მოგაკლებთ ამის პირამას. გაძლევთ ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა რაც იმაში მონაწილეობისათვის. მე ამოწურავად ვისაუბრე. ნუ თქვათ რომ არ გვაყვაურავ. თუმცა ამის საშუალება მოგვეცემა, რა თქმა უნდა. ერთი წმინდა დავამატო, ხო არის საშუალება რომ იგივე ფედერაციების იგივე არჩევნები როცა იქნება, თქვათ, მოხდეს ორი მოწინააღმდეგე მხარის პირისპირ დასმა შეიძლება. ეს გადაცემა არის სპეციალურად გაკეთებული ამისთვის. აქ არის უბრალოდ ქართველების ხასიათი. ხო, იმიტომ მე იმასთან სტუდიაში არ დავждები, მე ამასთან სტუდიაში. ესე არ გამოვა, იმიტომ რომ ესე ჩვენ ვერ მივიღებთ ვერანაირ სწორ გადაწყვეტილებას. თუ ერთმანეთთან უბრალოდ პოლიტიკური მიმართულებით უფრო მარტივად ხდება ეს ამბავი. სპორტში ცოტა თული საფუძველი და ჩვენ გარანტირებული ვიქნებით. თორე ეს კი ბატონო, ამ გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს დებატებსაც, კამათსაც, საუბარსაც და შესაბამისად გაშუქებასაც ყველა სპორტული მოვლენის, რომელიც იქნება ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მაყურებელს. შეგახსენებთ რომ ჩემი პირველი გადაცემის სტუმრები იყვნენ სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე რატი ბრეგაძე. მე გემშვიდობები დღეს ჩემთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, თუმცა ხვალ 22 საათზე ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ისევ ამ სტუდიაში და ისევ ბუნებრივია ტელეკომპანია მზის პირდაპირ ეთერში და ჩვენ შევეცდებით შევარჩიოთ თქვენთვის მაქსიმალურად საინტერესო თემა და მე ვფიქრობ რომ ეს თემა გამომდინარე იქიდან რომ 10-ში თუ არ ვცდები 10-ში გაიმართება ძიუდოს ფედერაციის არჩევნები, ძალიან დიდი რეზონანსი და აჟიოტაჟი გამოიწვია იქ მიმდინარე მოვლენებმა წინა საარჩევნო. მე ვისურვებდი მაგალითად რომ ეს თემა გქონდეს ჩვენ ყოფილიყო ჩვენი გადაცემის მთავარ თემად და მაქსიმალურად შევეცდებით რომ შემოგთავაზოთ სწორედ ეს თემა. ასე რომ გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ 22 საათიდან ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.